მოგესალმებით, მე ვარ კახაბერ შარტავა. მე ვარ სალომე ფაღავა, სალამი. დღეს უყურებს ჩემი კუთხის მასპინძელს, რომელიც ყოველ შაბათსა და კვირას აგერ უკვე მესამე საეთერო სეზონია გადის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მე მქონდა ბედნიერება თქვენს ერთ-ერთ ეპიზოდში ვყოფილიყავი და ამისთვის კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან ვისიამოვნე მაშინ. სალომე, ამ სამი საეთერო სეზონის განმავლობაში ჩვენ მოვიარეთ უამრავი საქართველოს ულამაზესი მე თვალყურს გადევნებდით და დიდი მადლობა მართლა, რომ აი ჩვენი ქვეყანა სადაც ნამყოფი არ ვიყავი, ის კუთხეები პრინციპში უკვე მოვლილი მაქვს თქვენი გადაცემის წყალობით. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. როდესაც ამ გადაცემას ვამზადებდით, სწორედ ეს ჩანაფიქრი გქონდა, რომ ყველა რეგიონს ყოლოდა თავისი წამყვანი. მე გიორგი ვარ სულაკაური. მე ბექა სამღულაშვილი ვარ. მე ვარ თენგო ხუციშვილი. მე ვარ სალომე ფაღავა, მსახიობი. თქვენი მასპინძელი. მე ვარ თამთა ბეგიაშვილი. გამარჯობათ, მე ვარ სალომე კურკუმული და დღეს მე ვარ თქვენი მასპინძელი თაჯი. გამარჯობათ, მე ვარ ჩიკოლი პარტელიანი. ჯუმბერ კოპალიანი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მე ვარ ფიქრია მარგიანი. გამარჯობა, მე ვარ თამარ ვაშაკიძე. მოგესალმებით მზიანი აჭარიდან. მე ვარ ამ კუთხის შვილი, გულნარა ბერიძე. მოგესალმებით ბუკნარიდან. მე ვარ მარია ზოიცე. მარია ჩე. სალომე, მე ვიცოდი, რომ საქართველო იყო ძალიან მდიდარი კერძებით, თუმცა როდესაც გადაცემაზე დავიწყეთ მუშაობა, აღმოვაჩინე უამრავი ისეთი კერძი, რომელიც დაგემოვნებულიც კი არ მქონდა. არც მე. ხო, ამ დრომდე სამწუხაროდ მხოლოდ ნანახი მაქვს რაღაცეები თქვენი გადაცემის საშუალებით და დაგემოვნებით იმედი მაქვს, ყველაფერს ნელ-ნელა დავაგებო. აი აქ ერთის ნოლს გიკეთებ, თუმცა შენ შემთხვევაში მე ვაგებობ. კი, ხო, გქონდა მაგის ბედნიერება. როგორც უკვე მივხვდით, დღეს ჩემი კუთხის მასპინძელის მესამე სეზონის ბოლო გადაცემა, ასევე დღეს წინა საახალწლო გადაცემაც გამოდის. და რაღაც ამაღლებული განწყობა გვაქვს არა განსაკუთრებით. რა თქმა უნდა და ჩვენს ამაღლებულ განწყობას ჩვენი ფერადი მასპინძელიც უფრო მეტად აგვიმაღლებს და გაგვიფერადებს და თუ იცი ვინ არის ჩვენი მასპინძელი? მე ვიცი, მაგრამ ხორჯობია რომ სიურპრიზად დავტოვოთ. კარგი, მაშინ ადგილზე გეტყვით ვინ არის ჩვენი მასპინძელი და ადგილზე გეტყვით თუ რატომ ავარჩიეთ ის. სად ვართ? მახსენე ბედიაზე მოვუყვე. მაიცამ? დავიწყე. ეს კამერაა ხო ჩემი? ჩემი რომელი? და ისიც ჩვენი მასპინძელი ნინო ფილფანი. და ისიც ჩვენი მასპინძელი ნინო ფილფანი. ნინო. მოკლედ, უნდა გითხრათ, რატომ გადავწყვიტეთ, რომ დღეს ჩვენი მასპინძელი იყოს ნინო ფილფანი? შენ იცი? სალომე. როდესაც დავიწყეთ ამ გადაცემის ჩემი კუთხის მასპინძელის კეთება, ჯერ რა თქმა უნდა გაჩნდა იდეა და მე ნინო არის ჩემი მეგობარი. სალომე მიცის. ჩვენი მეგობარი. ჩვენი მეგობარი. ხო, დასასვენებლად იყო სვანეთში.
არა, დასასვენებლად არა, საქმეზე ვიყავი სვანეთში. კარგი, საქმეზე იყო სვანეთში. სულ 2 დღით. სულ რაღაც 2 დღით, მართლა 2 დღით და მესამე დღეს თბილისში უნდა ყოფილიყო უკვე და ასევე ჩვენს მეგობარს და ჩემს პროდიუსერს ნინო განუგრავას უთხრა, რომ ეხლა წავიდეთ და მოვიფიქროთ აი ესეთი გადაცემა, რაღაც დაახლოებით მონახაზი მქონდა უკვე მზად, ნინოს ურეკავთ და უბრალოდ ჩამოვდივართ. გადაცემის წამყვანი უნდა იყო. ნინო ეგრევე პირველი რაც იყო პაუზა. ახსოვს? სანამ გაიაზრო რა ხდებოდა? პაუზა და რატო დავთანხმდი? ყველა სიგიჟებზე მოყვები. რა ხარ შენ თქვი ესე იგი? და როგორც დღეს. ისე ყველაფერი ისეთი მეიჯიკ მართლა იწყება ეგრე სპონტანური გადაწყვეტილებებით, რომ დაუფიქრდე რა. თან დროს შეზღუდულები ვიყავით, უნდა მოგვესწრო, იმიტომ რომ მე უნდა წამოვსულიყავით სვანეთიდან და ამიტომ და ასე დაიბადა ჩემი კუთხის მასპინძელი. ძალიან დიდი მადლობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. მოეწონა ეს ჩვენი საპილოტე ვერსია, მოკლედ და აგერ უკვე სატელევიზიო მესამე სეზონია რაც გადის და რახან ნინო იყო პირველი გადაცემის წამყვანი, გადავწყვიტეთ რომ მესამე სეზონის ნინოსთან ერთად დაგვემთავრებინა. ძალიან დიდი მადლობა. პატივია ჩემთვის თქვენთან ერთად სეზონის დახურვა. სეზონის დახურვა და წინა საახალწლო გადაცემა. ნი, რას გვიმზადებ? ესე იგი, მე გადავწყვიტე, რომ ტრადიციულ სუფრას გავექცე, იმიტომ რომ ყველამ ჩემზე უკეთესად იცის რა როგორ და რანაირად მოამზადოს. მე უბრალოდ თქვენთან ერთად შევეცდები ჩვენ მაყურებელს გაულამაზოთ საახალწლო სუფრა. აი ხა თქვენ ორი გოგო ეხა ორივე კარგად ფუსფუსებთ სამზარეულოში, მე დაგეხმარებით თუ რამეში დაგჭირდა. ახლა ჩვენ ვამზადებთ ქათმის სალატს განსხვავებულად. ოკეი. ესე იგი, ნაწილი დავჩეჩე სალომე. გაგწევთ? ნაწილი უნდა დავჩეჩო კიდე, ხო? კი. აი. მოდი თან, მე ნახეთ რა მაქვს. ბაბამ ხელთათმანები, ხო? ლამაზი ფერია. ხო, დღეს ხო წინა საახალწლო გადაცემა, პრინციპში საახალწლო რაღაც წინა საახალწლო გადაცემა გვაქვს და ამიტომ ძალიან ფერადები უნდა ვიყოთ. თქმა უნდა. გოგონებო, რა მეინტერესებს იცით? ერთიც წამყვანი იყავით ამ გადაცემის და მეორეც წამყვანი იყავით. ნინოზე ვისაუბრეთ. მოდი ახლა შენ მოგვიყევი რომ დაგირეკეთ და როგორი იყო ამ გადაცემის წამყვანობა. სხვა შორის მეც ორი გადაცემა წავიყვანე რეჟისორმა. ხო. იცი რა არის? სან ნინომ რო დამირეკა განუგრავამ და ესეო, რომ მითხრა თავიდან ცოტა წარმოდგენა გამიჭირდა, მეთქი აი რა იქნება, ანუ მე რამე არ გავაფუჭო მეთქი რა ჩვენ ვიყავით. პირველი იყო ეგ და მე კი იცის ნინომ და შენს რომ ძალიან კარგი გამოცდილება იყო, მართლა ძალიან ლამაზი დღე გამოვიდა. თან პარკში გადავიღეთ ბუნებაში და მე უკვე ერთ-ერთ შეფთან ერთად ძალიან გემრიელი კერძებიც დავაგებინეთ მანჯისთან ერთად კი ბატონო და სხვა შორის სამივე კერძი რაც გაგვამზადებინა დღემდე მახსოვს საჩი სულ გამზადდა ხო და როგორ მოვიტყო მე ვიცი რომ ჩემ პროდიუსერი დღემდე ამზადებს ხო ეს მანჯის რეცეპტები სხვა შორის სალოე გარიცი შენ თეატრში ჩამოვდივარ და მესმის შენი ხმა მართლა გეუბნები. ხო, ეგ ვიდეო შენ გამოგიგზავნე. კი, ისა თუმანიშვილის თეატრში ჩამოვდივარ და მესმის ფაღავას ხმა და გავიქეცი და დაცვას ჰქონდა ჩართული ჩემი კუთხის მასპინძელი. და სხვა შორის მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ ამ გადაცემის რაღაცა რეჟისორი ცოტა ისეთი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რაღაცა იდეის ავტორი და ხო, ნუ რეჟისორიც გამოვდივარ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სეზონი მთლიანად ჩემს სამაყო პროდიუსერს გადავაბარა, დროსაც მქონდა. მაყურებელს ახლა აუხსნი, ლავაში დავჭერი აი ამ ზომაზე და ახლა ამას ჩავდებ ამ ფორმაში და ღუმელში შევდებ 3-5 წუთით. ანუ მოკლედ აი ესე ნახეთ როგორ რაღაცას აკეთებს, შეხედათ? ეო, ერთს მეც ვიზა. მე აი ერთსაც ჩადე. ვიზე ნაკლები ვარ. ეგ შენ გაგეხა. ახალი. ნახეთ ჯერ უნდა მისცე ფორმა გასწავლე, გამოცადო. ხო, ფორმა უნდა მისცე და მე ნახე რა ლამაზად ჯდება. კახა ჯობია დამხმარის პოზიციაში. კაი, მოდი მე ჯობია ინტერვიუებს ავიღებს გვენგან. შევდებ ახლა ღუმელში. რამდენ გრადუსს ედებ? 20 არა. 20 გრადუსზე 3 წუთი შეძლო.
ანუ 200 გაგეთ. მართლა ვერ მივხვდი რატო იცი ძალიან დაბალია დავალი არ მწაისას. ანუ 200 გრადუსზე შევდებ 2-3 წუთის განმავლობაში. ახლა რას ვაკეთებ? ნინო, რა მაინტერესებს? ეგ ახლა ხრაში უნდა გახდება? ხრაში უნდა გახდება. კი, ესე სწორად მივხვდი. კახა ვერ მივხვდა მაგას, მაგრამ მე მივხვდი. მე მეგონა ბროდო და გამთბარიყო. ახლა დაჩეჩე, ეს მოვათავსოთ აქ. და რითი უნდა შეკმაზო? რითი უნდა შევკმაზოთ და ესე იგი ჩვენ გვჭირდება ქინძი. ცოტა კამა, ძალიან ცოტა, მაიონეზი და ბროწეული და მარილი. ახლა უნდა გითხრა სალო ერთი ამბავი. მე მგონი შენ არ იცი. თქვენ მეგობრებო. სვანეთის გამოცდილებას ეხება? არა, ნინო ფილფანი ნაძვის ხეს რომ დადგავს აღარ იღებს. ანუ როცა მოდის აღდგომა ამ საახალწლო სათამაშოების ჩამოხსნის და სააღდგომო ბუტაფორიული კვერცხებით რთავ ხონი? კი, და ყვავილებით. ხო და აი მოგვიყევი, ეხლა შენც მომიყევი, შენც მომიყევი, თქვენი ნაძვის ხესთან ურთიერთობა. მთელი წელი არ იღებ ნაძვის ხეს? იცი როგორ, აი აუცილებლად აღდგომამდე ვაჩერებ, მაგრამ ყოფილა 1-2 წელი, როდესაც არ ამიღია საერთოდ, იმიტომ რომ აი ძალიან მიყვარს რა ნაძვის ხე და ვერ ველევი ხო. და აღდგომის პერიოდი როცა გადის, მე იმ სათამაშოებსაც ხსნივ, თქვა არა, მე აი ის დიდხანს არის და მე დავუშვათ შეიძლება ის კვერცხები ჩამოუხსნა და ყვავილები დავტოვო. აჰა, всё, გასაგებია. მე შემოდგომაზე ნაძვის ხეს ცვივა უკვე ყვავილები. ხო, ყოფილა ერთ წელიწადს რომ მე ვკრებდი ის გარეთ ფოთლებს, ყვითელ ფოთლებს და იმით ვალამაზებდი ჩემ ნაძვის ხეს. ჩემ შემთხვევაში ჩვეულებრივად, როცა უკვე წინა საშობაო პერიოდი მოდის, გააჩნია ხან როგორ ერთი თვით ადრეც დამიდგავს ნაძვის ხე, ძალიან მიყვარს და ზოგადად ეგ პროცესი ძალიან მიყვარს რა. ან მგონია რომ ესე შორიდან რო უყურო, შეიძლება გეგონოს რომ რაღაც ნახევარსაათში ააწყვე და ნუ დაკიდე რა. არა, მე რაღაცა ზედმეტად ფიქრობ, რასად მოუხდება და თან მარტო ნაძვის ხეც ხო არ არის, სახლშიც რაღაც სხვადასხვა სუვენირებს განათებებს და ნუ ისეთი პროცესია რა. ჩქარ არ მიყვარს მაგის გაკეთება. შენ როცა რთავ ნაძვის ხეს თქვა საახალწლო, შემთხვევით ჩვენც ხო არ გაქვს ეგ ჩვევა, რომ ფონად აი რაღაც მუსიკა, რომელიც საშობაო პერიოდთან ასოცირდება და საახალწლო ჰანგები არის, ანუ უნდა ჩართოს მორთვის სხვა რიტუალი აქვს, ვინე? ნაძვის ხის მორთვის სხვა რიტუალია. აბა. რამოდენიმე წლის წინ ასეთი ასე ვთქვა ტრადიცია გამოიკვეთა ჩემთან. მოდის თუ თავიდან მოვყვები ამ ტრადიციის შესახებ, მაგრამ მანამდე გამოვიღებ ღუმელიდან. ეგ გამხსენებია, გაგახსენდა შენ. როგორ არა მახსოვს? ნინო, კიდე კაი ჩვენი მედაც არ არის გაშები. ეს წამით. მე მახსოვდა. კახა შენ მაგრა გახსოვდა 20 გრადუსი როგორც გეგონა 200, ეგრე გახსოვდა ალბათ. ამას აქ დავდებ, რომ მე დავაწყობთ, ამას ლამაზად დავაწყოთ. ბავშვობაში ჩემ ძმასთან ერთად და მშობლებთან ერთად ვაწყობდი ხოლმე ნაძვის ხეს, მაგრამ მე წლების მერე როცა გავიზარდე, მე ცალკე ვცხოვრობდი და ჩემ დასთან ერთად და ჩემ დეიდაშვილთან ერთად ვაწყობდი ნაძვის ხეს. და რაღაცა ტრადიცია იყო რა, მე, ჩემი დეიდაშვილი, მაგრამ მე ჩემი და წავიდა როგორც ვიცი, პრაღაში საცხოვრებლად და რა თქმა უნდა ძალიან განვიცდიდი და თან ასევე განვიცდიდი იმას, რომ აი ეს რაღაცა ჩვენი რიტუალი, რაღაცა უკვე აღარ იქნებოდა, ვეხვეწებოდი რომ ჩამოდის ახალწლად ავაწყოთ ნაძვის ხე. ზუსტად იმ წელიწადს, როდესაც მარიამი წავიდა, ნაძვის ხის აწყობის დღეს ჩემ სახლში მოვიდა ჩემი მეგობარი. ნუ ახლა რა გასაკვირია და ის მომეხმარა, ვანო. და მე იმდენად მოგვეწონა ეს პროცესი ერთად, რომ მას მე ვანოს ჩამოერთა თამუნა, კახა. ხდები დაახლოებით უკვე. აქ.
ანუ ამ სახლში აი იმდენი ვართ ხოლმე რომ აი დასაჯდომი კი არა დასადგომი ადგილი არ არის მოდიან ეს მეგობრები ნათესავები შვილებით და ყველა ერთად მხიარულობაში ესე ასე აწყობს ნაძვის ხეს ახლა რა ვშობით ეს უნდა ჩავალაგო თამაში ხო ჯერ ამოვიღოთ ეხლა მე შენ მოგცემ პატარა იმას რა ქვია კოვზი პატარა კოვზი კახა ერთი წელი მეც მომიცი რა აჰა შემიძლია უკვე? კი, ერთი წამი კარგად ნახე ჩემსაც გულის ფორმა აქვს. ჩემსაც. ნახე რა ლამაზია. კახა 20 გრადუსი რაღაცა იწვის. და მელოდე. მიმიშვი რა. ხო, ცოტა შორს მოიცადე. ნიდა დაბრუნდი შენ მე ახლა ვიწო. კახარა ბოროტი. რა გავაკეთე? მოიცადე. კახა უყურე. აი ეს ესე დაიჭირე. ისა იცი რა არის რომ მიყოს просто მე მერდგება აია დადგა აი ეხლა ნახეთ ჩემი მომზა გაკეთებული რა რამდენი ბევრი არ ჩადა აი რამდენი დამცინეთ ეხლა ნახეთ რა უბრალოდ როგორი პროფესიონალი ვარ რა მე მყოფი ვარ ამების ამწყობი კანაპეების ამწყობი ყოფილიყარ წინა ცხოვრებაში. ნიჭი 10 წლები დავამთავრე კანაპეების აწყობის წრეზე დავდიოდი სხვა შორის და ოქროს მედალოსანი ვიყავი. აუ გიჟდები, ისე მიყვარს ეს პროცესი, რაღაცეების აწყობა, აი გამზადებული ინგრედიენტებით რომ უნდა გააფორმო. აი, ყველაზე ლამაზი გამოვიდა ჩემი. ღმერთო ბავშვობა გაიხსენე. რა არ მოგწოდ, რომლის ჯობია? ჩემი ჯობია თუ თქვენი, ნახეთ. ნახე რა ლამაზია. ჩემი ყველაზე ლამაზია. თქვა უნდა დააგემოვნოთ, იმიტომ რომ მე მართლასა ვარ და ვერ გავსინჯო. კარგი დააგემოვნოთ. აუ, ეს ხო ხაშულის ნაკაი. ძალიან კაია ხაშულა. არა, და ნახე. ცოდვა გამხელილი ჯობსო. ესე ვთქვი რომ წარ მომეწონოს, ვთქვი რომ მომეწონათ, ხო, მაგრამ მომეწონა. დაგიბრუნდებით შემდეგ ბლოკში. ახლა გითხარი რას გვიმზადებ? ახლა ჩვენ მოვამზადებთ კამამბერის ნაძვისხეებს. კაი. სალომეს ისე გაუხარდა იცის სავარაუდოდ. აი მე არ ვიცი და შეიძლება ვიღაცამ კიდეს ჩემნაირად არ იცოდეს. აბა ამიხსენით რა არის კამამბერი? კამამბერი არის თხის ყველი. აჰა. და ნაძვისხერას ნიშნავს. ასე ვაწყობთ ნაძვისხის ფორმას. არა, ნახე ხა. მაგიტო გამიკვირდა თორე კი არ ვიცი, ანუ კამამბერი ყველია, კი ბატონო, მაგრამ ნაძვისხე ვეღარ წარმოვიდგინე უკვე მაგის როგორ. ესე იგი თხის ყველს ვიღებთ. ესე ვჭრით. ვჭრით სამკუთხედებად. თან სალომე, ეხა აიღე ეს ჩხირი და აი აქ შუაში გაუკეთე. ახლა შენც მოგეწოდო? აუ, აბა მომეცი. აი, ეს შუაში. აი. ეხა დროებით აქ დააწყე. სადა? აი აქ. იმიტომ რომ ეგ დაფა გვჭირდება. კიდევ შემდეგსაც გავუკეთო? ჩემი ყველაზე ლამაზია. უი, ეს. რომ ნებისმიერი ყველით შეიძლება ხო ეს გაკეთდეს? ნუ რომელიც არ იფშობა სავარაუდოდ. ვერ თუ ესე ამ თავარი არის აქ ფორმა, აი. ფორმა, ხო. ხო, ნუ რბილი უნდა იყოს და არ უნდა იფშნებოდეს რა. და სამკუთხედი ფორმა მივცეთ. ეს ყველი მიყვარს ძალიან. მეც მე ვარ, აი, ყველი თუ არ არის. აი ხლა იტყვის რომ არ არისო შენიო ყველაზე. ამას შეხედეთ, ეს გააკეთა სალომემ. არა, ეს თუნდაც იყო ჩემი მოჭრილი, ახლა სალომეს ნუ გადაწდი. აღარა მოვიდა. ნუ რა თქმა უნდა, შენი იყო კახა ყველაზე ლამაზი. სალომე და შენ ეთერში სულჩუბავდით ახსოვს. არ მოხსოვს, ვერთობოდით ძირით. ხო, ნუ ერთობოდით. ვითომ ჩხუბობ. სხვა შორის ის მაინტერესებს რა ქვია, თუ გაქვთ რაიმე
ყველაზე ისეთი ახალი წელი, რომელიც დაგამახსოვრდათ. ცოტა გაცვეთილი კითხვა შეიძლება იყოს, მაგრამ სამაგეროდ აი მოგონება და მის მოყოლა ძალიან საინტერესოა და თან რაღაც დადებით ემოციებს აღძრავს. ეს რა არის, თაფლი? თაფლი, ეხა ნახე. თაფლი ხო ძალიან უხდება ყველს. თაფლი. ძალიან. თაფლი და თხილეულობა. აქ ხა მოვასხავ თაფლს. თან მომიყევით, აბა. თუ გახსენდებათ რა ერთი წამით, ეხა თან პრინციპს რა უნდა გავაკეთოთ იმას ვიტყვი. აქ ცალკე ასე ვთქვათ, აი რასაც უნდა ამოვავლოთ. აუ, მივხვდი რასაც აკეთებ. სალო ეს მართლა იცი რა მარტივად მოსამზადებელი ალამაზი რაღაცები, რომ სევნებთ გავაკეთებდი მე სახლში. მაგალითად, მე მჩვევი ეგეთ რაღაცა ვიყიდე ნაძვისკენ სათამაშოები და ნატურები სალო, მივიტანე სახლში, დავალაგე, არა მიწყია, ისე შევხვდი ახალწელს. შემიძლია ინგრედიენტები ვიყიდო, მივიტანო სახლში დავალაგო. მე ხო ვიცი რომ მაქვს. ნახე რა მაგარია. ნინო, აუ მართლა ანუ გასალამაზებლად და ესე იგი, მეგობრებო, ამ საუბარში რომ არ გამოგვეპაროს. აი ამ ჩვენს მიერ ასე წამოცმულ ყველს ჩავაწობთ თაფლში, ხო? კი. თაფლში. მხოლოდ ერთი მხრიდან. მხოლოდ ერთი მხრიდან ჩავაწობთ თაფლში. და მე ამას გადავდებთ აი ამ საოცარ მომტრიე? შემომტრიე, მაგრამ მე არ ჩემი. აუ, ნახე რა ლამაზია, შეხედე. მართლა ნახეთ რა ლამაზია. ლამაზია. მომენტ. ესე იგი ერთი მხრიდან. კი. და შეიმჩნიო. ჩემ პროდიუსერს ვთხოვ ფოტო გადამიღოს ჩვენს შემოქმედებასთან. მოიცადე, ყველამ გავამზადოთ და ერთად გადავიღოთ. აი. Jingle bells, jingle bells, jingle bells. თუ ერთმა. აი, დავიწყე. აი მე კახა შარტავა. ყაჩა. აუ კახა ძალიან ხო 2 წუთი დაჯარიმებული ხარ, გადი დატოვე სამზარეულო და შემოძია. ანუ სალომე რებსაკეთე. ხო მეკითხებოდი რომ ისო რა ქვია, სახლშიო რა საკეთებო და რა არ ვაკეთებ. სახლში როგორ დაშვები, ხო და გასაგებია უკვე რა არაფერს გასაგები. კაი, ესე თუ არა. უჩემო დაიწყოთ. აღარ წაშა. ჰეი, დავიწყოთ, რას ვაკეთებთ ახლა? რა გი? ახლა, აი მოიცადე, всё, დავიწყოთ, всё. ნინო. დუბლი 4. წავიდა. ეს კერძი თუ სნექი თუ რაში გადის, რასაც ახლა ამზადებ უფრო? რა შეგვიძლია დავარქვათ? მე მგონი სუბუქი წასახემსებელი ტიპია, ხო? მე რომ მიყვარს სუსნაობა. კარგი, რისგან შედგება ინგრედიენტები? ვიხარი და თანმიმდევრობა. ახლა ჩვენ მოვამზადებთ შებოლილი ორაგულის ნაძვის ხეებს. კიდევ ყველანაირი, მოდი ამასაც ჩიჩილაკი დავარქვათ. არ გამოვა? ნახოთ და გადავწყვიტავ ჩიჩილაკი. და ეს შეუძლია ყველა მიირთვას, ვინც მარხვაზეა ასევე, იმიტომ რომ გამოვიყენებთ ამ შემთხვევაში სამარხო მაიონეზს, მაგრამ თუ არ ვართ მარხვაზე, სამარხო მაიონეზის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ მტკნარი ყველი. და უფრო კიდე არომატული და გემრიელი იქნება. ესე იგი, მე მაქვს წვრილად დაჭრილი ორაგული, შებოლილი ორაგული. ეს რატომ აიცა უნდა ვქნა? ეს მინდა რომ დაჭრა, როგორ? გაჭრა, რომ მე ჩავაჭროთ, ხო? რამხელა მისია მხვდა წილად. თითი არ მოიჭრა ძალიან, ხო, კაი. ეს არის წვრილად დაჭრილი კიტრი, მოუხდება ასევე წვრილად დაჭრილი ხავხვი, მაგრამ მე წვანი ხავხვი? ჩვეულებრივი ხავხვი, მაგრამ მე რატომაც გადავწყვიტე, რომ ყველას არ უყვარს და ამიტომ რო არ ყვარებოდათ, თავი შევიკავე. სამარხო მაიონეზი. მოგონი ჩვენ ძალიან კარგად ვიმახსოვრებთ, ხედავ, ვეჯით მოსწავლეები ვართ. ამ ყველაფერს მე აურევ. ამ ყველაფერს. აი მე მაინტერესებს უფრო ეს დეკორაციული ნაწილი მაინტერესებს. რომ მე მიყვარს გამზადებული რაღაცების მე აწყობა, თებშზე განთავსება. ხო იცი, ესთეტიური მხარე რო უნდა. აუ მართლა ეხლა ნახე, ესეც რა ლამაზია, ესეც რა ლამაზია და ესეც რა ლამაზი იქნება, მე ავაციმციმოთ სანთლები და ეგ არის. კი ბატონო. მოვიდა ახალი წელი. მოვიდა ახალი წელი. და კიდე რაღაც სიურპრიზი მაქვს თქვენთვის და ვა, რა მაგარია.
ბედნიერი ფეხი კი გვაქვს სამივეს, კარგი მეკვლეები ვართ. ასე რომ ჩვენს გადაცემას ვინც უყურებს, აი ამ საოცარ რაღაცებს სულ რო არ მოაბზავდოთ, ხო? ისეთი ფერადი და დადებითი მუხტი მოდის ჩვენგან იმედია, რომ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ძალიან ბედნიერი, ჯანმრთელი და ბარაქიანი წელი ექნება ყველას. აუცილებლად. კარგი, შემდეგი ეტაპი? აქ ეს ლიმონი, ოღონდ კლიანად. ცოტა. იმიტომ რომ თევზი ზოგადად ძალიან უხდება. ლიმონი ძალიან უხდება. საკმარისია. ახლა მოვაყნე შავ პილგულს, მარილს არ უზავ, იმიტომ რომ წესით ორაგულს აქვს თავისი და აღარაა საჭირო. ახლა ჩვენ ამას კიდე კარგად აურევთ. და სალომე, აი ეს მოდი ამ დაფაზე კარგად განათავსე ეს როგორც გვედო ხო მანამდე? კი, ოღონდ უფრო გაშლილად. კი ბატონო, უფრო დიდ ფართობზე? უფრო დიდ ფართობზე. ნახე, ახლა ამოვიღებ და ამას მივცემ გუფთის ფორმას. ხო, ნაძვისხის ფორმას მეგონი. გუფთის ფორმას და ხო, ნაძვისხის ფორმას. ზაკასე. კარგად ხართ. აი ასეთ ულამაზეს ნაძვის ხეებში ვართ, რომელიც დაამშვენებს საახალწლო სუფრას, ასე ვფიქრობ. ფერებია თან. და რა თქმა უნდა, კეთილი გული, ღიმილი, ფერადოვნება, შინაგანი, სხივი, აუცილებელია, განწყობა. და ერთი წუთი. ერთი წუთი. რაღაც სიურპრიზი. და ყველაზე მთავარი ნინო ბოლოსთან. ახალი წლის გვირგვინი. გოზინაკი, რომელსაც ყოველ წელს ვაკეთებ ნაძვისხის აწყობის ფართის წინ. და აი სადაც არ უნდა წავიდე თუ არ ვარ საქართველოში, ყოველთვის მაქვს ჩემი გაკეთებული გოზინაკი და როგორც ბებია გვეტყოდა ხოლმე ჩვენ შვილიშვილებს, ასე ტკბილად დამიბერდი. ხო მოვიცანი.